სალამი, შენთან მას ვკითხა, მე ვარ ქრისტიანი და გოგო, რომელიც მომწონს არის მუსლიმანი. გაბიგო რომ არ შეიძლება ურთიერთობა, მაგრამ რატომ არ შეიძლება? ეგ მაინტერესებს. მუსლიმ ბიჭს თუ შეუძლია ქრისტიან გოგოსთან ურთიერთობა, პირიქით რატომ არ შეიძლება? რა შეეხება ურთიერთობას, თქვენ თუ გულისხმობთ ურთიერთობას, ქორწინამდე, აქ უკვე არც მუსლიმანებს არ შეუძლიათ, არც ქრისტიანებს. ეს არის ძალიან დიდი ცოდვა, მრუშობა. მაგრამ თქვენ თუ გულისხმობთ, დაქორწინებას, რატომ არ შეიძლება ქალისთვის რომ გათხოვდეს სხვა რელიგიის მიმდევარს, კაცზე, ამ შემთხვევაში მუსლიმი ქალისთვის და კაცისთვის, მუსლიმების მთლიან ჯამში არის ძალიან მარტივი და ელემენტალური. იმიტომ რომ ალლაჰმა ჩვენ ყურანში აგვიგზალა, ქალებს აუგზავნა რომ გაყვეს სოლათ არა მუსლიმზე. და ეს ეხება ასევე კაცებსაც, არა მარტო ქალებს ეხება. სიტყვაზე მაგალითად მუსლიმან კაცს შეუყვარდა არა მუსლიმანი, არა ქრისტიანი და არა იუდეელი ქალი. და მუსლიმან კაცებს მარტო ეს ორი კატეგორია შეუძლია მოიყვანოს ცოლად არა მუსლიმებისგან. მაგრამ სიტყვაზე შეუყვარდა ათეისტი და ბუდისტი და ასე შემდეგ. რომს უყვარდეს არ შეუძლია მოიყვანოს ცოლად სანამ არ მიიღებს ის ქალი ისლამს. ეს ეხება როგორც ეს ქალებს, ასევე კაცებს ეხება. მაგრამ რატო შეიძლება ქალებისთვის, იმიტომ მაგაში არის სიბრძნე იმის რომ ქალი გადადის თავისი კვრის რელიგიაზე და ღმერთი იცავს ქალს მუსლიმს ქალს იცავს რომ არ დატოვოს თავისი რელიგია. მაგის გამო ის კეთდება. იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში ქალი გადადის თავისი კვრის რელიგიაზე. იმედია გიპასუხეთ თქვენს შეკითხვაზე.